გაუგებრობა, რომელიც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსს უკავშირდება, სამონასტრო კომპლექსი სომხეთ საქართველოს საზღვრის სადაო მონაკვეთზე მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სამონასტრო კომპლექსამდე მისვლას 20 წელია ვერ ახერხებენ, თუმცა ისტორიკოსები ყვებიან, რომ პრობლემა ახალი არ არის და თითქმის 1 საუკუნეა არსებობს. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ხუჯაბის მონასტერი ქართულია. 91 წლის ავეტი კატაპეკიანი სოფელ ახკერპში დაბადებიდან ცხოვრობს. მოხუცი გვიყვება, რომ დაახლოებით 20 წელია სადავო საზღვარს მიღმა დარჩენილ ხუჯაბის ტაძართან ვეღარ მიდის. საჰაერო სადემარკაციო ხაზის მიხედვით ეს მდელო საქართველოს, ხოლო ტყე უკვე სომხეთს ეკუთვნის. 91 წლის ვარ, მთელი ცხოვრება ამ სოფელში გავატარე. 20 წლის წინ ჩვენ თავისუფლად გადავდიოდით ხუჯაბის ეკლესიაში. ახლა იქ გადასვლის უფლებას არ გვაძლევენ. მე-12-მე-13 საუკუნის ისტორიული ძეგლის გადაღება მხოლოდ ამ მანძილიდანაა შესაძლებელი. ქართველი მესაზღვრეები გვაფრთხილებენ, რომ სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით სომეხი მესაზღვრეები დგანან და ფოტოხაფანგებია. სადავო საზღვარს მიღმა დარჩენილი ხუჯაბიდან 350 მეტრზე ახკერპის წმინდა სერაფიმე საროველის მამათა მონასტერია. მისი წინამძღვარი ბერი ბასილიც გვიდასტურებს, რომ დღესთან ერთად ვირტუალურ საზღვარს იქით სამონასტრო კომპლექსი წლების წინ დარჩა. აქეთ არის ხუჯაბის მონასტერი, რომელიც დღეს სამწუხაროდ სადაო საკითხია რა და ხელისუფლების ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლების კეთილინებით ორივე მხრიდან დაჯდნენ და ისაუბრონ და სწორედ იქნას გარკვეული სადგადის საზღვარი, რომ აგერ ხედავთ თქვენ თვითონ მინდორი საქართველოა, ტყე უკვე სასომხეთია, რომელიც არ არსებულია მსოფლიოში ესეთი საზღვარი. ხელოვნების ისტორიის მკვლევარი ქეთევან აბაშიძე ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსის ისტორიას წლებია სწავლობს. გვიყვება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასაზღვრო დავა უკვე თითქმის საუკუნეა გრძელდება. აბაშიძის განცხადებით საზღვარი ამ ადგილას არასწორადაა გავლებული და ის კილომეტრებით შორს ლალვალის ქედზე უნდა გადიოდეს. რაც შეეხება ხუჯაბის ტაძარს, მკვლევარის ცნობით, ის დადასტურებულად ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ეს ტიპიური ქართული მხატვრული სახის ტაძარი გახლავთ, რომელიც პირდაპირ ჯაჭვში ჯდება ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების იმ ტიპოლოგიისას, რომელსაც ჩვენ ბეთანია ქვათახევის ჯგუფს ვეძახით და რომელიც თამარ მეფის ეპოქას და დავით აღმაშენებლის ეპოქასთან არის დაკავშირებული. ისინი სათავეს სამთავროს მხატვრული სახიდან იღებენ. ის რომ ხუჯაბის ტაძარი და მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რამდენიმე წლის წინ სომხური წარმოშობის ფრანგმა ისტორიკოსმაც დაადასტურა. პატრიკ დონაბერდიანის სოფელ ახკერპში რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა. რეკლამის შემდეგ ვინ გახდნენ ლიტერატურული პრემიას საბას ნომინანტები, დაბოლოდეთ.